ოცნების რეპრესიების შედეგად დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები კი ერთმანეთის მიყოლებით გრძელდება. ამ წუთებში უნდა დაიწყოს გუშინდელ აქციაზე დაკავებულების, ასევე გუშინ უკვე გადადებული სასამართლო პროცესები. მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლე შუალედები დაახლოებით 10-მდე სხდომაა ჩანიშნული. იმსჯენებენ რამაზ ზოსიაშვილის და ალექსანდრე რაზმაძის საქმეებზე, რომლებიც გუშინ დააკავეს, ასევე უფრო ადრე დაკავებულ ანი ძულიაშვილის საქმეზე. დაგეგმილია კიდევ 5 ადამიანის პროცესი, მათ შორისაა ჟურნალისტი და ეროვნული მოძრაობის წევრი ლეილა ცომაია, რომელიც უკვე ორჯერ იყო პატიმრობაში, ასევე 76 წლის გურამ ქუხილავა, რომელიც დაკავებისას პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფელ მოპყრობაზე საუბრობს. ლიზი ვეკუა უნდა შემოგვიერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში და ის მოგვიყვება როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი სასამართლო პროცესების შესახებ. თამარ, მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების სასამართლოს სხდომები. რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ყობა ჩაგუნავამ გამოუტანა განაჩენი და ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტ კოკო მიქაიას, რომელიც აქამდეც იმყოფებოდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მას მოსამართლემ რამდენიმე დღის წინ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვესაუბრეთ იურისტს და როგორც იურისტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კოკო მიქაიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ახალი პრაქტიკა ინერგება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით. ისინი ცდილობენ, რომ ახლა რაც შეიძლება მეტ ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვან სამოქალაქო აქტივისტები და სწორედ კოკო მიქაიას მოუტანეს დღეს საქმეზე. ის ბრალდება, რომ ის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრეც კეტავდა რუსთაველის გამზირს, სწორედ ამიტომ მას სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრეს, თუმცა კვლავ გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში. კოკო მიქაიას გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო 76 წლის პენსიონერის გურამ ქუხილავას სასამართლოს სხდომაც, რომლის პროცესიც დაკავების შემდეგ გადაიდო და დღეს არის ჩანიშნული და როგორც მისი უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გურამ ქუხილავა დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ დაესწრება. ის არ აღიარებს სასამართლოს, ასევე ამბობს, რომ მისი დაკავების მომენტში პოლიციელების მხრიდან ჰქონდა ადგილი არაპროპორციულ ძალის გამოყენებას, ასევე ის გააშიშვლეს იზოლატორში, რაც სრულად ეწინააღმდეგება კანონს და როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამ ყველაფრის გარდა და არიან იმის მოლოდინში, რომ მის ასაკსაც გაითვალისწინებს მოსამართლე და ამ ყველაფრის გარდა გურამ ქუხილავას ასევე საქმეში არ უდევს მტკიცებულებები. შეიძლება ითქვას, რომ ის არც კი კეტავდა რუსთაველის გამზირს მაშინ, როდესაც ის პოლიციამ დააკავა. კონსტანტინე მიქაიას 18 ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით მოხდილი ჰქონდა 14-დღიანი პატიმრობა და ეს პატიმრობა მას შეეფარდა 21 ოქტომბერს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გავიკვა, რომ 21 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი იყო, შედგენილი იყო ვიდეო დათვალიერება, არსებობდა პატაკი, რომ კონსტანტინე მიქაია მათი განმარტებით 19 ოქტომბერსაც და 20 ოქტომბერსაც ჰქონდა სამართალდაღობის ფაქტები, თუმცა ეს არ მოიტანა 21 ოქტომბერს და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აპრობირებული მეთოდია. მარცვლით რაც შეიძლება დიდხანს ყავდეთ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ პატიმრობაში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია ადმინისტრაციულ სამართალდაღობის ფაქტის შესახებ, მაგრამ შეგნებულად არ შემოაქვს სასამართლოში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხელოვნურად სურთ ადმინისტრაციულ პატიმრობის გახანგრძლივება. ბატონი გურამს, როგორც ვიცი, შესაძლოა ედავება ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსის 174 პრიმამუხლის მეათე ნაწილს, რაც ითვალისწინებს გზის გადაკეტვას. იმასო თავი დავანებოთ, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 76 წლის 5 პენსიონერ ადამიანს, რას ედავება შესაძლოა იქიდან გამომდინარე, რომ ის არ იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე, მას პირბადეც არ კეთებია. ის იზოლატორში მოთავსების შემდეგ მასზე განხორციელდა ღირსების შემლახავი მომპყრობა და გამოიწვია მისი ღირსებისა და პატივის შელახვა. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა არანაირი კანონიერი და გონივრული საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო ამ ადამიანის გაშიშვლება და ამგვარი ფორმით მისი დათვალიერება. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იოსებ ხეოშვილის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სასამართლოს სხდომაც, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩკიანმა გამოიყენა 5000 ლარიანი ჯარიმა და სამოქალაქო აქტივისტი უკვე მესამედ დააჯარიმეს. იოსებ ხეოშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ ქართულმა ოცნებამ ის რამდენჯერმე დააპატიმრა, რამდენჯერმე დააჯარიმა, არ შეწყვეტს რუსთაველის გამზირზე ბრძოლას, იბრძოლებს მანამ, სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება, თუ რატომ არ შეუფარდეს მას ადმინისტრაციული პატიმრობა, ამ
ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ კანონმდებლობით იკრძალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვება, სწორედ ამიტომ მოსამართლემ გამოიყენა ჯარიმა მის შემთხვევაში და იოსებ ხეოშვილიც და მისი უფლებადამცველიც ამბობენ იმას, რომ რეალურად მის საქმეშიც არ დევს მტკიცებულებები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ მის რეჟიმის მსხვერპლი უკვე რამდენჯერმე აღმოჩნდა, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. იოსებ ხეოშვილს დღეს ედავებოდნენ ორი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე გზის გადაკეტვას, რაც დღევანდელი არაკონსტიტუციური კანონი ითვალისწინებს პირდაპირ მნიშვნელობით პატიმრობას და სხვა რაიმე სახის გამოსავალსაც სასამართლოს აღარ უტოვებს ეს არაკონსტიტუციური ჩანაწერი უშუალოდ კანონს, თუმცა სასამართლო იყო უფლებამოსილი და არის უფლებამოსილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იქედან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებებს რამდენად საბამება ასევე საქართველოს კონსტიტუციას, რაც მთავარი კანონი არის ქვეყნისთვის, რამდენად შეესაბამება ამ კანონებს, ასევე აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ამის ნაცვლად სასამართლო მიიღო კიდევ ერთი მოსალოდნელი, რაც იყო გადაწყვეტილება, რომ 5,000 ლარით დაჯარიმდა ბატონი იოსები, რომელიც არის შშმ პირი. ვარ პენსიონერი, რომელიც იღებდა თითქმის ნახევარ პენსიას ვიღებ, მაგ წინასწარ გამოტანილი ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე და მედიკამენტებისთვის და გარკვეული მკურნალობისთვის ვარ სოციალურად დაუცველი. არ ვიცი მე ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები გამოაქვს საჩუქარივით და ისეთი ღიმილი თითქოს აქ ჩუქნიან, ამით უნდა ხალხის შეშინება, ალბათ შემდეგ პატიმრობას გამოიტანენ გადაუხდელობის შემთხვევაში, იმიტომ რომ 5,000 ლარის გადამხდელი ვინ არის ამ გაჭირებულ ხალხში, ამას არ შევეშალოთ თავიანთ მაღალ ჩინოსნებში მილიონებით რო დადიან პროკურატურაში. მე ვაგრძელებ ბრძოლას. და უნდა გაგრძელდეს კიდევაც, რა თქმა უნდა, მაგაცის ქულზე არ დავასხათ წყალი, რომ სახში დავჯდეთ ყველანი. ეს არის მაგისთვის, ეს არის შენიღბული დიქტატურა, რომელსაც ყველა კარგად ხედავს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ჩაკო ბაგდოშვილის სასამართლოს ხდომაც, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ბაია მარგიშვილის პროცესიც და გავიგებთ თუ რა სახის სანქციას დაუწესებენ მოსამართლეები მათ გზის გადაკეტვის ბრალდებითაც, ასევე ველოდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული ექიმი რამაზ ზოსიაშვილის და 18 წლის ალექსანდრე რაზმაძის საქმეების შემოტანასაც.